შეერთებული შტატები ასახელებს ბიძინა გრიგორიძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის ქართული ოცნების დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ახდენს საქართველოს ევროატლანტიკური და დემოკრატიული მომავლის ძირის გამოთხრას. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს. არგუმენტად კი ნათქვამია, რომ ის რუსული ინტერესების გამტარია და ემსახურება რუსეთს. მანამდე დასავლეთმა მსგავსი რამ ფარცხალაძეზე გვითხრა, რომ თქვენი მთავარი პროკურორი, რომელიც გერმანიაში ბოტასებს იპარავდა, რეალურად რუსეთის ჩვეულებრივი ნომრიანი აგენტიაო და შესაბამისად წლებია თქვენ მტრებზე, ანუ რუსებზე მუშაობსო. ახლა კი სანქციების განმარტებაში იგივე ჩანაწერი გაჩნდა ივანიშვილზეც. თუკი მანამდე დასანქცირებულ ადამიანებს გრაფაში ეწერათ, რომ მონაწილეობდნენ დაჭერებში ქართველი ხალხის ნების შეზღუდვასა და წამებაში, იგივე მაგნიცკისიაზე და გომელაურზეა ამ შემთხვევაში საუბარი, ივანიშვილის შემთხვევაში ახსნილია, რომ ის რუსეთის სასარგებლო ინტერესების გამტარია. მას ასანქცირებენ როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქართული ბანკები უკვე შეწყვეტენ მის მომსახურებას, რადგან სანქცირებული პირის მომსახურების უფლება არ აქვს არც ერთ ქართულ ბანკს, რადგან მათ აქვს დადებული ხელშეკრულებები, როგორც ვიზასთან და მასტერკარდთან, ბარათებთან დაკავშირებით, ასევე საკორესპონდენტო ანგარიშებთან დაკავშირებით უცხოურ ბანკებთან, რომ მათ ისინი არ უნდა მოემსახურონ სანქცირებულ პირებს. ის რაც ამერიკამ გააკეთა ამ ეტაპზე არის გამაფრთხილებელი და ეხება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს პიროვნულად და ის არ ეხება მის ოჯახის წევრებსაც კი, არ ეხება მის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს, რომლებსაც შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა. გარდა გამონაკლისის შემთხვევისა, როცა ეს გარიგებები შეიძლება ეხებოდეს სხვა სანქცირებულ პირებს. ამიტომ თვითონ ეს სანქცია არის ერთ-ერთი, მე ვიტყოდი, მენიუში პირველი და ნაკლებად დამაზიანებელი, მაგრამ ძალიან გამაფრთხილებელი და რეპუტაციის შემლახველი ბატონი ბიძინა ივანიშვილის. სახაზინო სანქციების პირველი ეტაპია ამერიკაში ივანიშვილის სახელზე არსებული უძრავი ქონების კონტროლის დაბლოკვა. ანუ თუ კი რაიმეა მის სახელზე შეერთებულ შტატებში გაიყინება. ასევე კიდევ უფრო მარტივად რომ თქვათ, ამერიკის თანხმობის გარეშე ტრანზაქციები, რომელშიც ივანიშვილის სახელი ფიგურირებს, ან მისი კომპანიების და იქ მისი წილი შესაბამისად შეადგენს 50%-ზე მეტს, ვეღარ განხორციელდება. ანუ შესაბამისად, კრედიტ სვისი ივანიშვილის მოგებულ დავას დოლარში ვერ გადარიცხავს ბიძინას სახელზე, რომელიც 742 მილიონს შეადგენს. ამ შემთხვევაში ამერიკის შემდეგი სტეპი იქნება, შემდეგი ნაბიჯი არის, მათ შორის ევროკავშირისაც. უკვე ივანიშვილი კი არა, უკვე საქართველოს ბიზნესს ექმნება პრობლემა, SWIFT-დან გათიშვა, რაც დაემართა რუსეთს. რუსეთის ეკონომიკა არის დიდი ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკა არის პატარა, შესაბამისად ყველანაირი SWIFT-დან ჩახსნა და ყველანაირი манипуляცია, რაც შეიძლება საქართველოს ბიზნესს დაემართოს, არის სრული გაბანკროტება. გაბანკროტებულ საქართველოსთან აღარაფერი აღარ არსებობს. ანუ ივანიშვილს შეყავს ქვეყანა სრულ იზოლაციაში, როგორც ეკონომიკური, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური. ანუ ზუსტად ამაში შეყავს ივანიშვილს. ივანიშვილს თავად კი ექნება ფული ექნება, მაგრამ მის გარშემო რამდენი ადამიანი არის, ხო? ის ადამიანები სადმიდიან. გაცილებით დიდია რეპუტაციული ზიანი, სადაც მის გარშემო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უამრავი ბიზნესმენი ტრიალებს, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა ჯერ ისინი არ არიან დასანქცირებულნი. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ისინი დასანქცირებულის, ანუ კეთროვანი ბიზნესმენის პარტნიორები არიან, დასავლური ბიზნესისთვის ეს ყურადსაღები და მტკივნეული მოცემულობაა. უკვე დღეიდან არავის სურს საკუთარი ბიზნესის გასვრა ივანიშვილის სახელით და წლების მანძილზე ნაგროვები ინვესტიციების ერთბაშად გაქრობა. სანქციების მოლოდინი დიდი ხანია არსებობდა და ამისთვის ამერიკას უამრავი არგუმენტი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ სანქციების ნაწილში ჩაიწერა, რომ ივანიშვილი რუსების ინტერესების გამტარია, ანუ უფრო მარტივად რუსეთის აგენტია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ამ სანქციების შესახებ ისაა, რომ ენტონი ბლინკენის განცხადება ძალიან კონკრეტული იყო იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ისჯება არა მხოლოდ საქართველოში არადემოკრატიული ქმედებებისთვის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებისთვის. აი აქ კი ყველაფერი უფრო რთულდება და ვფიქრობ, აქედან შემოტრიალება უკვე რთული იქნება. არავინ სულელდება იმით, თითქოს ქართული ოცნება როგორღაც დამოუკიდებელია რუსეთისგან. ეს ძალიან ნათელია. ჩვენ ვგრძნობთ ამას და ვხედავთ, რომ ის მოქმედებს როგორც რუსეთის აქტივი. საქართველო ვერ იცავს საკუთარ
საკუთარ სუვერენიტეტს და არის მრავალი უკანონო ვაჭრობის, შავი ბაზრის ადგილი, რაც რუსეთიდან მოდის. ეს ისეთი ქმედებები არის, შეჩერებაც ძლიერ დემოკრატიულ სუვერენულ სახელმწიფოს თავისი მეგობრების დახმარებით უნდა შეეძლოს. ეს ძირს უთხრეს უკრაინის დახმარების მცდელობებსაც, ასევე ძირს უთხრეს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის იდეებს. ანუ ივანიშვილი ეხმარება რუსეთს, რომ უკრაინის ომი გაგრძელდეს. ეს არის ის ხაზი, რასაც დასავლეთი განსაკუთრებით ამერიკა ხედავს. ამიტომ ტრამპს უნდა გაჩერდეს ომი. ტრამპს უნდა გაჩერდეს ომი, ოღონდ არ დარჩეს წაგებული დასავლეთი. ამიტომ ასანქცირებს ადამიანებს, ვინც რუსეთს და პუტინს ეხმარება ამ ომის გაგრძელებაში. ეს არის ერთი ხაზი. ეხლა რასურს რუსეთს. რუსეთს უნდა სასწრაფოდ, სანამ ინაუგურაცია მოხდება და სანამ ტრამპი შეუდგება თავის საქმეს, მოაგვაროს და საქართველოს თქვას, რომ ეს არის ჩემი ტერიტორია. აქ ვერავინ ვერ შეეხება და აქ დაეპატრონოს თლიანად ყველაფერს. ამაზე დგას თლიანად ქართული ოცნების პროპაგანდა, რატომ ითხოვენ, რატომ აქვთ 20 იანვარზე ესეთი ჩაჭერა, რომ 20 იანვრიდან რაღაცები შეიცვლება. მათ სურთ, რომ 20 იანვრამდე საქართველოს გახდეს უკვე რუსეთის დაქვემდებარებაში, თავიდან ბოლომდე გადაგვცენ რუსეთს. რუსეთს გაუმარტივდეს ომის გაგრძელებაც და სანქციების თავიდან არიდებაც. ანუ ეს არის ის გეგმა, რასაც რუსეთი ისახავს მიზნად, მაგრამ ეს იცის ამერიკა. ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა არა გამჭვირვალედ პრაქტიკულად ხელს უწყობს რუსეთს უფრო დიდხანს გააგრძელოს ომი უკრაინაში და ამაში რას გულისხმობ? არაერთი წყარო მიუთითებს უკვე დიდი ხანია, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება რუსეთის მომარაგება და ხელშეწყობა მისი სამხედრო წარმოების, იმიტომ რომ ამისთვის საჭიროა გარკვეული მასალა, ელექტრონიკა, თქვათ, ავტოელექტრონიკა და ასე შემდეგ. და პოზიციებს თუ შევხედავთ საქართველოს სავაჭრო პოზიციებს და ამაზეც არის მითითება ამ წყაროებში და მე პირადადაც ჩავიხედე და საკმაოდ ესეთი ზედაპირული შეხედვითაც ცხადია, რომ გარკვეული სავაჭრო პოზიციები არის დრამატულად გაზრდილი ყაზახეთთან და ყირგიზეთთან. რა ხდება მომავალში? ივანიშვილი უბრუნდება დემოკრატიულ ჩარჩოებს თუ კიდევ უფრო ღრმავდება კრიზისი საქართველოსა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს შორის? რა მოხდება მაშინ, თუ კი ივანიშვილი ბოლომდე ვაბანკზე წავა და ქვეყანას სრული იზოლაციონიზმისკენ წაიყვანს, თუ კი ის უკვე საკუთარ თავს, როგორც ლუკაშენკოს მომავალში ასე ხედავს? გამოსავალი აქედან თვითონ ივანიშვილს გამოსავალი რა აქვს? ივანიშვილს აქვს ორი გზა. ან გაყვეს რუსულ გზას და ეს სანქციები მიიღოს თავის თავზე, ქვეყანა წაიყვანოს როგორც პოლიტიკური კრიზისი, ასევე ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით და ეკონომიკური კრიზისი აუცილებლად ადგება ამ ქვეყანაში, ვინაიდან გაზაფხულამდე ლარის კურსი იმდენად გაუფასურდება, ინვესტიციები აღარ შემოვა საქართველოში, რუსეთს არ გააჩნია ინვესტიციები ჩადო საქართველოში იმ რაოდენობის, რომ აქ ეკონომიკური დოლარი შეიქმნას. რაც იმას ნიშნავს, რომ აი პრაქტიკულად ესეთი მკვდარი უჯრედი შეიძლება გავხდეთ და ესეთ შემთხვევაში ვინ შეიძლება ხო ჩვენი მხარდამჭერი იყოს, ისე ვთქვათ რუსეთი, თუ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ, ისიც ვიცით ხო რუსეთი როგორ ეხმარება პერიფერიულ ტერიტორიებს, აფხაზეთის სარდება საკმარისია მაგისთვის. ის რომ ივანიშვილს დაასანქცირებდნენ დღესანხვალ, ეს ყველა მიცოდა და ამის მოლოდინი უკვე არა უკანასკნელთვის, არამედ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომაც არსებობდა. ეს იცოდა ივანიშვილმა და რა თქმა უნდა იცოდნენ მისმა პარტნიორებმაც და პატრონებმაც რუსეთში. ივანიშვილს თუ უნდა გააგრძელოს ცხოვრება და თავის ფინანსებით დაიბრუნოს, მას მოუწევს რომ ნაბიჯები გადადგას. ეს არის ის სცენარი, რა სცენარში აღმოჩნდით დღეს. ეხლა მეორე სცენარი შევხედოთ. რუსეთში როგორ განვითარდა მოვლენები სანქციების შემდგომ, ხო? ანუ ყველანაირი მეთოდი, სტრატეგია რუსეთს უკვე შემუშავებული აქვს, როგორ უნდა არიდონ სანქციებს თავი, ხო? ან როგორ უნდა გადარჩნენ. იგივე სცენარი თუ აქვს ეხლა ივანიშვილს მზად. კი ივანიშვილს აქვს სცენარი მზად, ჩვენ ნახეთ როგორ შეისყიდეს ოქრო ეროვნულ ბანკში, როგორ ხდება რეზერვების გაყიდვა, რომ ლარის კურსი შეინარჩუნონ, მაგრამ ჩვენ შევადაროთ ეს ხა რუსეთს. რუსეთის შემოსავალი და საქართველოს შემოსავალი, რუსეთის ოლიგარქების რაოდენობა და ბიზნესის რაოდენობა და ერთი ივანიშვილი. ანუ ეს ერთმანეთთან ვერ ებმის. ის, რასაც ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, არის ღალატი და გაწირვა ქვეყნის რატომ? იმიტომ რომ სრულიად ცხადია, რომ ეს ადამიანი ძალიან დიდი ხანია ემზადება მოსალოდნელი სანქციებისთვის. ანუ მას წინასწარ ქონდა გათვლილი კარგახნის განმავლობაში, რომ
იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ექნებოდა ჩვენს პოლიტიკაში, მოხდებოდა მისი დასანქცირება და ოფშორების და ბოლოს ის რომ ივანიშვილი სანქციებზე არ ნერვიულობს და პირიქით ერთი სული ჰქონდა როდესაც დაასანქცირებდნენ და გაუყინავდნენ მილიარდებს და ესაა ნამდვილი ჯილდო, რა თქმა უნდა ტყუილია. ყველას კარგად გვახსოვს შვეიცარიული ბანკის ოდისეა, როცა ივანიშვილი და მისი ადვოკატები ყოველდღიურ რეჟიმში დასავლეთს ომს უცხადებდნენ, სამთავრობო არხებზე დარბოდნენ და სხვადასხვა ტყუილებით კვებავდნენ ხალხს. ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ქართული ოცნება არ საზრდოობს თავად შექმნილი ნარატივებით, პროპაგანდით. ისინი იღებენ პირდაპირ ერთ-ერთი რუსულ პროპაგანდა, რასაც რუსეთი კარნახობს, იმას იმეორებენ. ეს ყველა ნარატივში ჩანს. ყველა განცხადება, რასაც ყობახიძე აკეთებს, რასაც ქართული ოცნების წევრები აკეთებენ, იგივე განცხადებები ყოფილა რუსეთში ზუსტად სანქციების დროს. ტრამპი ჩაანაცვლეს ახლა, რომ უკრაინაში ომი მორჩება ხო და ყველაფერი დაალაგდება. ოღონდ ესენი იმეორებენ რუსეთის ნარატივს, რომ ომი მორჩება რუსეთის გამარჯვებით. ხო, რაც არ დადგება სინამდვილეში, იმიტომ რომ ტრამპი არ არის პოლიტიკოსი, ტრამპი არის ბოლო პრეზიდენტი, მას მესამეჯერ ვეღარ აირჩევენ. ტრამპს აუცილებლად ისე დაასრულებს უკრაინის ომს, რომ გამარჯვებული ცალსახად ვერ იქნება რუსეთი. უბრალოდ პროპაგანდისტულად მათ ქართული ოცნება ყიდის ამას ომის დამთავრებას, როგორც რუსეთის გამარჯვებას, რაც არ მოხდება და ვერ მოხდება. დასავლური ცივილიზებული სამყარო შეთანხმებული არის, ისტორიაში ეს რამე არ არსებობს, რომ რუსეთი არის მოძალადე, დამნაშავე, ტერორისტი სახელმწიფო და როგორ გგონია, რომ ტრამპი ისე დაასრულებინებს უკრაინას ომს, რომ ტერორისტ სახელმწიფოს შერჩეს ტერორისტული სახელმწიფოს აქტი. ოცნება უკვე დიდი ხანია თავისუფალი ვარდნის რეჟიმშია და მთავარი ამოცანა დღესაც იგივეა, როგორმე მოგატყუონ ხვალამდე. თავი დღეს გადაირჩინონ. მთელ ამ პროცესში კი ივანიშვილი ქვეყანას უბსკრულისკენ მიაქანებს.